გამარჯობა, წინა ვიდეო გაკვეთილში ჩვენ ბოლოს განვიხილეთ tools ჩანართის ჯელერი ბრძანება. ეხლა კი განვაგრძოთ მისი დანარჩენი ბრძანებების განხილვა. შემდეგი ბრძანებაა bibliography database. ანუ ბიბლიოგრაფიული მონაცემთა ბაზა. ჩვენი დოკუმენტებით შევქმნათ პატარა ბიბლიოთეკასავით და ამისათვის ჩვენი LibreOffice Writer-ი გვთავაზობს მონაცემთა ბაზას, სადაც შევინახავთ ჩვენს ინფორმაციას. ეს მონაცემთა ბაზა ამჯერად არ გვაქვს დაყენებული. თვითონ LibreOffice გვთავაზობს მის გადმოწერას და თუ დავაჭერთ install-ს, ის გადმოიწერს ამ ბაზას. Tools-ის შემდეგ ბრძანებას წარმოადგენს main merge. იმისთვის რომ შევქმნათ წერილის ფორმა, ჩვენ გვჭირდება ტექსტ დოკუმენტი ველებით, მონაცემების მისამართი და მისამართის მონაცემთა ბაზა. ამის შემდეგ ჩვენ ვუკეთებთ კომბინირებას ან გაერთიანებას მისამართის ინფორმაციას და ტექსტ დოკუმენტს. შემდეგ ვაგზავნით მას მეილით, როგორც წერილს. ამ mail merge wizards თუ გავხსნით, ყველაფერის განხორციელება შეგვიძლია პრაქტიკულად. არის 8 ბიჯი, რომელიც გამოიყურება ასე. პირველი არის დაწყება, მეორე დოკუმენტის ტიპის განსაზღვრა, მესამე მისამართის ბლოკის დასმა, მეოთხე მისამების შექმნა, მეხუთე layout-ის განსაზღვრა, მეექვსე დოკუმენტის რედაქტირება, მეშვიდე დოკუმენტის პერსონალიზაცია და მერვე შენახვა, ამობეჭდვა და გაგზავნა. ამ გაკვეთილში საკმარისია, შემდეგ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ tools ჩანართის დანარჩენ ბრძანებას.